არსებობს რაღაც, რაც მეტია ვიდრე კარმა, მაგია, ფიზიკის კანონები ან გენეტიკა. ის პატარა ნაწილია შენში და მთელი სამყაროც. როდესაც გიყვარს ან გიხარია, შენ ხდები ის. მას არ აინტერესებს როგორ გამოიყურები, არ ჩენი ასაკი, განათლება ან რელიგია, სადაც არ უნდა წახვიდე, ის მუდამ შენთანაა, უხილავი და მგრძნობიარე, მდუმარე, თუმცა გამუდმებით შენთან რომ საუბრობს და იმდენად ახლოს რომ შეიძლება ვერ შეამჩნიო. მის გარეშე ერთი წუთიც ვერ იარსებებ, რადგან ის არის ყოველი ჩასუნთქვა ამოსუნთქვა შენი სულისა, ის შენი გულია. სულიწმიდის ეპოქის მისია კაცობრიობის მაღალი ვიბრაციების ენერგიებში გადაყვანაა და ეს შესრულდება, როდესაც ინსტინქტებსა და გონებაზე წინ გაწმინდილი და ამაღლებული გული დადგება. გულის ცხოვრება აზრებს, სიტყვებს და მატერიის ფორმებს მიღმა. მისი ენერგია ნატიფია, მაგრამ შესაძლებლობები შეუზღუდავი. ეს არც ჭიქაქუხილია და არც ქარიშხალი. ეს სიოს მსუბუქი ქროლვაა და სწორედ მასშია ღმერთის სუნთქვა, რადგან დახვეწილი შეგნებისა და თავმდაბლობის მდგომარეობაში ვლინდება. ანაჰატა ჩაკრის, ანუ გულის მაღალი ტონალობის გამოსხივება ღვთიური სინათლის იდენტურია. ის მზის ვიბრაციებით მღერის და მის სუბსტანციას ავრცელებს დედამიწაზე. მას შეუძლია კოსმიურ ცეცხლთან ფიზიკური სხეულის უმტკივნეულით შეგუება. გულის სხივები ტალღებად იშლება სხეულში, აწონასწორებს მის ცენტრებს და წვავს ყოველგვარ ნეგატივს. ის დროისა და სივრცის უფრო დიდ მასშტაბებს მართავს, ვიდრე გონება, რაც უფრო დიდი ფრთები აქვს გულს, მით დიდია მისი შესაძლებლობების ზეცა. შენ შეგიძლია შეცვალო ყველაფერი, რასაც გულის ფაქიზი გრძნობებით შეეხები. თუ იზრუნებ გულში ენერგიების კონტროლზე, ხილულ და უხილავ თავდაცვაზე ზრუნვა ნაკლებად დაგჭირდება, რადგან ზე ენერგიებთან რეზონანსულ გულს ყოფიერება უსაფრთხო და სასიამოვნო რეალობაში გადაყავს. ხსნის მრავალი გზაა და რომელია უკეთესი, მხოლოდ სუფთა გულმა იცის. წარმატებაც საქმეში ჩადებული გულის ცეცხლით განისაზღვრება. რაც უფრო მგრძნობიარეა გული, მით მეტად აღიქვამს უმაღლეს ენერგიებს. მას შეუძლია შეიგრძნოს სამყარო უფრო ღრმად, ვიდრე ფიზიკური დონეა. შეგრძნებების განატიფება ემოციურობაზე მეტია და ის გულის ამაღლების პირობაა. გული ღმერთის ავანია და არ უნდა გაამიწიერო. ნებების დაბალი სიხშირის აზრებისა და ემოციების დროს ენერგია იხარჯება და გულამდე ვეღარ აღწევს. მშვიდი გონება, თავისუფლება, შემოქმედებითი რეალიზება, კოსმიური ცოდნა, პატიება და მონანიება გულს ასუფთავებს და აძლიერებს. ზე ენერგიებთან კავშირი, აღმოფრენი შეგრძნება, იმედი და ოცნებებისკენ მისწრაფება გულს სიცოცხლის სტიმულს აძლევს და იცავს. იმედგაცრუება გულს ყველაზე მეტად აზიანებს. მას კურნავს არადრო, არამედ დადებითი შეგრძნებები. გაუფრთხილდი ყველაფერს, რაც გულისთვის ძვირფასია, დროის უმეტესობა დაუთმე მას, რაც გულს ათბობს და ამშვიდებს. ის მისი საკვებია, სანამ გულში მუსიკა ჟღერს, ცხოვრება მშვენიერია. ჩვენ გვინდა ადამიანებს ესმოდეთ ჩვენი, თავად კი საკუთარი გულის ხმაც არ გვესმის. გული მატერიასა და სულს აერთებს ერთმანეთთან. როდესაც მათ შორის ბალანსია, გულში ჰარმონია ისადგურებს. გულთან დიალოგი სწორედ ამ დროზაა შესაძლებელი. ეს ურთიერთობა ის რომანია, რომელიც არასდროს გაგიცრუებს იმედს. ესაუბრე გულს ამის შესახებ. თუ ხშირად შეხვა შენი გულის კრისტალური ლოტოსის ტაძარში და სიმშვიდით მიმართავ ყურადღებას მასში სიხარულის, მობიერების, მადლიერების, ოპტიმიზმის შეგრძნებაზე, გულს ენერგიის წყარო და მაგნიტად აქცევ. ყოველთვის, როდესაც წონასწორობა განსაკუთრებით არ არის დარღვეული, აირჩიე გულში ეს მდგომარეობა, მისი ფილტრიდან აღიქვი სამყარო, მიიღე სიამოვნება ამით და ცხოვრება უფრო ჰუმანური გახდება შენთვის. გული მიწისა და ზეცის, ადამიანებისა და ღვთაებების ნაზი, სამიჯნურო თამაშების ასპარეზია. გულის ხმა აღწევს ღმერთამდე და გულის ფიალაში დაგროვებული სულიერი საუნჯეები წაყვება მარადისობაშიც. მოვადრო, როდესაც ღმერთის რწმენას, მისი შეგრძნება შეცვლის და რიტუალზე წინ გულით მსახურება დადგება. გულის გამოსხივების გაყალბება შეუძლებელია. ადამიანები სრულყოფილები არ არიან, მაგრამ მზეს თუ არა მზის სხივებს მაინც იმსახურებენ. იყოს შენი გულის ენერგიების სასიამოვნო ყველასათვის და სასარგებლო მათთვის მიწმადლიერია, მაშინ შენც მიიღებ იგივეს. რაც უფრო მგრძნობიარე, ჰარმონიული და კოსმოსისათვის გახსნილია გული, მით მეტ ენერგიებს გადასცემს სხვებს. იცავს მათ საფრთხეებისგან, ხედავს მათ ფარულ ზრახვებს, დიდსულოვნად იღებს ადამიანებს ისეც, როგორებიც არიან და უანგარო სიკეთეებისთვის არსებობს. მომავალში ურთიერთობები გულის დონეზე გადავა და ადამიანები ერთმანეთს გულით შეეხებიან. ასე დაიწყება გულახდილობისა და სამართლიანობის ერა. სადღაც ვიღაც ლოცულობს, რომ შენს გულში სანთელი აინთოს, ვიღაც ძილში შენს გულს ტკივილებს ურჩენს.
ვიღაც ქმნის მშვენიერს, რომ შენმა გულმა წონასწორობა აღედგინოს. სადღაც ვიღაცის გულს შენი გულის საშუალებითაც ანათებს უფალი. ეს ჯადოსნური რესურსია, რომელსაც შეუძლია იმედისა და სიხარულის მინიჭებით გარშემო მყოფთა დაზიანებული ფიზიკური და სულიერი სტრუქტურები აღადგინოს. ნუ იქნები ძუნწი, სამყარო სიბნელეზე მეტად ადამიანთა სიცივე ანადგურებს. ამ წუთის სოფელში ყველაფერი იცვლება, ვარდები ჭკნება და ჩიტების გავლობაც არ არის ხანგრძლივი, მაგრამ გული მაინც ოცნებობს იმაზე, რაც ამუდამოა. შენ ყოველთვის იქნები უხილავი სიმებით დაკავშირებული მასთან, რაც შენი გულის ტოლფას სინათლეს ფლობს, მაგრამ ის რომ იპოვო, გულის გზით უნდა იარო და რომ შეინარჩუნო, შენი ეგო უნდა დაკარგო მასში. კოსმიური შემოქმედებისათვის მაღალი ვიბრაციის და მსგავსი გულის ენერგიების თანამშრომლობაა საჭირო. კოსმიური პარტნიორის პოვნა უნივერსალური შანსია, რომელიც ადამიანს სრულყოფილების განცდას ანიჭებს და ქმნის მისგან შემოქმედს. ასეთი კი არის ის, ვისი სულის მელოდიაც ყველაზე ნაცნობი და მშობლიურია, ვისთვისაც ყველაზე ღირებული, შენთვის ყველაზე ღირებულს ემთხვევა. ამ სინქრონულობის გარეშე გული მარტო სულია. უმაღლესი ცნობიერების მქონე ადამიანების კავშირი ანახატის დონეზე ქმნის კოსმიურ თრთოლას და სხივს, რომელიც ზეციური იერარქიის სხივს უერთდება. ამ ენერგეტიკული ინტიმის წყალობით წარმოიქმნება კოლოსალური შესაძლებლობები და ნამდვილი მაგია იწყება. სწორედ მაშინ, როდესაც გახსნილ ლოტოსებს შორის ენერგია თავისუფლად ცირკულირებს და გულიდან გაცემულ ენერგიას მადლიერი გულით იღებენ. როდესაც გულში კოსმიური ცეცხლი ინთება, ეს ნეტარებაა, რომელიც უფრო მეტია ვიდრე ნებისმიერ ადამიანზე ენერგოდამოკიდებულება. ამიტომ მასზე და მიწიერზე მიჯაჭვულობისაგან თავისუფლდები და ხდები თვითქმარი, მატერიაზე მაღლდები. უანგარო გრძნობას გულში სურვილების და სამაგიეროს გარეშე. აპლოდისმენტები არ ახლოს, მაგრამ ფეიერვერკებითაა. ამით შენი გულის ენერგიებს ღმერთის საკურთხეველს წირავ, რომელიც კოსმოსიდან გაორმაგებულად უბრუნდებათ ადამიანებს. ამ დროს კოსმოსის გულის მიმართულებით იწყებს სვლას. ზესირცეების ნაკადებს უახლოვდები და მისი ტალღებისთვის იხსნები. შენი სხეულის ყოველი ატომი ღვთიური სინათლით ივსება. მატერია ტრანსფორმაციას განიცდის. ეს მომავლის ადამიანების მთავარი მისიაა. ეს კოსმიური მიჯნურობაა, ყოვლისშემძლე და ნეტარების მომნიჭებელი ექსტაზია, ღმერთის გამოვლინება დრო მითვლება. შეუძლებელია ამ მდგომარეობაში გეშინოდეს, გძულდეს ან გტკიოდეს, რადგან ყოველგვარ ადამიანურზე მეტია. თუ გინდა რომ შენი გულის ბეთქვა საათის ციკ-ციკი არ იყოს მხოლოდ, სანამ სამყარო ჯერ კიდევ ჩუქნის აის და აისებს, სანამ დღეა და ოქროსფერი წვეთია რაორთქლებულა ჰორიზონტზე, ასწავლე გულს ეს ყველაფერი, რომ მომდენო სამყაროები უკეთესი იყოს შენთვის, დაეხმარე გულს, რომ განიბანოს, განიკურნოს და გასხივოსდეს ღვთიური სინათლის მოორევში, დაართე გულს ნება, უყვარდეს და უხაროდეს უპირობოდ, მიჯაჭვულობის გარეშე, საკუთარ შეგრძნებებზე ორიენტირებით, გაწმინდე ის ნეგატივისგან, მიმართე მისი მისწრაფებების ზესირცეებისკენ, დაიჯერე და დაუშვი შეუძლებელი, გაუზიარე სამყაროს ეს გრძნობა და მიხვდები, რომ სიცოცხლე სიყვარულის ოკეანეა და ეს შენს გულში ეტევა. გულს ვერ უბრძანებ აინთოს, მაგრამ სამყაროში ბევრი რამაა, რაც აღმოქმნით გავსებს. ეს ყველაფერი საშუალებაა, რომ თვითონ გახდეს სიყვარული. ნურაფერს მისცემ უფლებას ჩააქროს ეს გრძნობა, რადგან ამით შენ ხდები სულიწმინდის ინსტრუმენტი და პლანეტაზე ღვთიური ცეცხლის გადარჩენას და გავრცელებას ემსახურები. ისტორია გულის შესახებ. ეს არის ამბავი ნამდვილ ალქიმიაზე, რომელსაც შეუძლია ძველი სამყარო ახალი სამყაროს ენერგიებით შეცვალოს. თუ ოდესმე დაგავიწყდა, ვინ ხარ სინამდვილეში, მე გამიხსენი, შეხედე შენს თავს ჩემი თვალებით, ჩემში ირეკლება ის ღვთიური, შენში რომ ხედავ, მე შენი გული ვარ.